ჩემი ცხედარი აქ დატოვეთ, სანამ საქართველოს თავისუფალი არ იქნებაო. იცით ვის ეკუთვნის ეს სიტყვები? იმერეთის უკანასკნელ მეფეს სოლომონ მეორეს, რომლის გულმა სწორედ აქ, ტრაბზონში შეწყვიტა ძგერა. გინდა მოგიყვე ეს ისტორია? წამოდი. საოცრად თბილი გაზაფხული იყო ტრაბზონში. ოსმან ღაზი ნაზიოღლუს მისაღებში დესპანი მოვიდა. დიდო ფაშა ტრაბზონისკენ იმერთა მეფე სოლომონ მეორე მოგზანდებაო. სიხარულიდან რა ექნა აღარ იცოდა ქართველთა შთამომავალ ფაშას. შეკრიბა ღირსეული მოქალაქეები, უცხოეთის სახელმწიფოს კონსულები, მართლმადიდებელი სამღვდელოების წარმომადგენლები და ქალაქ გარეთ გავიდა იმერთა მეფის დასახვედრად. დიახ, ასე იწყება სოლომონ მეფის ტრაბზონში ყოფნის ისტორია. რუსებისგან შევიწროვებული, სახელმწიფო გაუქმებული, შეთქმულებებს გადარჩენილი, ტუსაღობას გამოპარული, მსახურის სამოსში გადაცმული მეფე სოლომონ მეორე არზრუმის და ახალქალაქის მერე ტრაბზონში ჩერდება. მეფე კარგად აცნობიერებდა, რომ პეტერბურგში გადასახლება მისი პოლიტიკური სიკვდილი იქნებოდა. ის გადაექცეოდა მორიგ პენსიონერ უფლისწულად, რომელიც იმპერიულ მეჯლისებზე ეგზოტიკურ სტუმრად იქნებოდა წარმოდგენილი. ამიტომ მეფემ რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო. ოსმალეთი, ტრაბზონი. დიდი პატივით მიიღო დევნილი მეფე სოლომონი ოსმალეთმა. სულთანმა მას და მის არც თუ ისე მრავალრიცხოვან ამალას ჯამაგირიც კი დაუნიშნა. მაგრამ განა ჯამაგირისთვის იყო იქ მეფე სოლომონი ჩასული. ის სულ სხვა ხსნას ელოდებოდა: ჯარი, ფული, განთავისუფლებული საქართველო, იმერეთი. მაგრამ სულთანი ფეხს ითრევდა. დღეს, ხვალ, მომავალში არც რუსეთი იდგა ტყუილად. კონსტანტინოპოლში ელჩები, ხოლო საქართველოდან გენერლები დევნილი მეფის სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდნენ. საბედნიეროდ სულთანმა ეს არ გააკეთა. თუმცა არც სხვა რამ გაუკეთებია. ფაქტობრივად მეფე სოლომონი ტრაბზონის გამოუცხადებელი არაოფიციალური ტუსაღი გახდა ოქროს გალიაში. სოლომონი აცნობიერებდა, რომ მხოლოდ ოსმალეთის და სპარსეთის იმედზე ყოფნა საკმარისი არ იყო. მას სჭირდებოდა უფრო ძლიერი გეოპოლიტიკური მოთამაშე. მისი მზერა მიპყრობილი იყო ევროპისკენ, სადაც ნაპოლეონ ბონაპარტი რუსეთის მთავარ მეტოქედ გვევლინებოდა. 1810 წელს 20 ოქტომბერს პირველი წერილი მიდის საფრანგეთში. პირველ წერილში სოლომონი ნაპოლეონს მიმართავს როგორც უძლიერეს მეფეს. ის წერდა: უკვე 1200 წელია, რაც ჩემი ოჯახი მართავს ამ მიწას. არასდროს ყოფილა ჩემი ძალაუფლება ასე შელახული. ახლა მხოლოდ თქვენ აღმატებულება შეუძლია ჩვენი გადარჩენა. მოგიწოდებთ, მიიღოთ ჩემი სამეფო თქვენი მფარველობის ქვეშ და გაგვათავისუფლეთ რუსებისგან, ომით ან მშვიდობით. სოლომონ მეორეს მიერ დაწერილი წერილი კი ჩავიდა საფრანგეთში, მაგრამ არავინ იცის, წაიკითხა თუ არა ნაპოლეონმა ის თავად. თუმცა რომ წაიკითხა 1812 წელი იყო. ნაპოლეონი რუსეთში ლაშქრობისთვის ემზადებოდა. კავკასიისთვის, მით უმეტეს პატარა იმერეთისთვის და საქართველოსთვის სამწუხაროდ დიდ ნაპოლეონს არც ხელოდა. სოლომონი კი დღე-დაღამ ცდილობდა სამშობლოს გადასარჩენად მოკავშირე ეპოვა. საუბედუროდ ისტორიის და ბედის ბორბალი პირუკულმა დატრიალდა. 1812 წელს ნაპოლეონი რუსეთში დამარცხა, რამაც სოლომონს დასავლეთის იმედი გადაუწურა. რუსეთ-ოსმალეთის ზავით, რომელიც 1812 წელს ბუხარესტში დაიდო, რუსეთმა და ოსმალეთმა დროებითი მშვიდობა დაამყარეს. ოსმალეთმა სოლომონის გამო რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება არ ისურვა. მეფე მუდმივი ნერვიულობისა და სტრესის ფონზე დაავადდა. 1815 წელს იმედგაცრუებული და სნეული მეფე სოლომონ მეორე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დაკრძალეს აქ, ტრაბზონში, ათათურქის, დღევანდელი ათათურქის მოედნიდან
ზღვისკენ მიმავალ ქუჩაზე იდგა გრიგოლ ნოსელის ულამაზესი საკათედრო ტაძარი ბერძნული და სწორედ აი ამ ტაძრის გალავანში დაკრძალეს ჩვენი მეფე სოლომონი. მეფის დაკრძალვას ადგილობრივი ბერძენ მართლმადიდებლებთან და თურქეთის ქართველობასთან ერთად მეფის 60 კაციანი ამალა ესწრებოდა. ახალგაზრდა მეფის საფლავს შემდეგი წარწერა ამშვენებდა. საფლავსა ამას შინამდებარე არს იმერთა მეფე სოლომონ. მომიხსენიეთ მე ძმანნო საფლავს ამას მდებარე სოლომონ მეფე. 1912 წელს ტრაპიზონს ეწვია პეტრე შუბინსკი. მან გულდასმით დაათვალიერა ეკლესიაც და მოინახულა სოლომონ მეორეს საფლავიც. აღწერა კიდეც მასზე შემორჩენილი წარწერები და ბოლოს დაწერა, რომ მეფე სოლომონი ავანტიურისტი მეფე იყო. ვის ებრძოლებოდა და რას ებრძოლებოდაო? ყველაფერი კარგად იქნებოდა პეტერბურგში რო წასულიყო. აი, მისმა სულისკვეთებამ სად მიიყვანაო. ახლა ის ტრაპიზონში წევს და არა საკუთარ სამშობლოშიო. დიახ. ასე წერდა იმპერიის წარმომადგენელი. საფლავის დათვალიერების შემდეგ შუბინსკი ადგილობრივმა ბერძნებმა ყავაზე დაბადიჟეს. შუბინსკიმ კითხა, რატო დააგზავნეთო ასეთი დიდი პატივითო იმერეთის მეფეო ბერძენმა მართლმადიდებლებმა თქვენს საკათედრო ტაძარშიო? რაზეც ბერძენმა უთხრა, სოლომონ მეფე მართლმადიდებელი მეფე იყო. ის დავითის შთამომავლად გვევლინებოდა და არ მოიძებნება მე მგონი ქვეყნად ქრისტიანული ტაძარი, რომელიც უარს იტყოდა ასეთი წარჩინებული ადამიანის დაკრძალვაზეო. ასეთი პასუხი გასცეს იმპერიალისტებს ბერძენმა მართლმადიდებლებმა. 1909 წელს გაზეთ დროებაში გამოქვეყნდა ერმილ ეფენდის სტატია, სადაც ის წერს: მეფე სოლომონ მეორის საფლავის ადგილი იცის ყველა ბერძენმა, დიდიდან პატარამდე. იკითხავ თუ არა, მაშინვე მოგცემენ, ო ბაზილებს სოლომონ, მეფე სოლომონიო. ეს ადგილი ძალიან კარგად იცის ასევე მაჰმადიანმა ქართველებმა. ის ტრაპიზონშია დაკრძალული. სამწუხაროდ 1930 წელს ეს ტაძარი ააფეთქა თურქებმა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სოლომონის ცხედარი უგზავნილად იყო ითვლებოდა დაკარგული. ყველაფერი შეიცვალა 1990 წელს, როცა საქართველოსდან ჩამოვიდა ექსპედიცია, რომელმაც სოლომონი დაუბრუნა მშობლიურ იმერეთს და საქართველოს. ის ახლა გელათის მონასტერშია დაკრძალული. თუ კი მომავალში იქნები ტრაბზონში და ის აუცილებლად იქნება, გახსოვდეს, რომ აი ამ ქუჩებში დადიოდა დაღონებული მეფე სოლომონი და რომელიც ცდილობდა ყველანაირი გზით ენახა საშუალება საბრანგეთთან, სპარსეთთან, რომ დაებრუნებინა დიდება და თავისუფლება თავისი სამშობლოსთვის. ესეთი სევდიანი ისტორია აკავშირებს მეფე სოლომონს, იმერეთის უკანასკნელ მეფეს ტრაბზონთან. დიახ, სოლომონ მეორე ისტორიაში დარჩა როგორც მეფე, პატრიოტი, რომელმაც უკანასკნელ ამოსუთქვამდე არ აღიარა სამშობლოს ანექსია და ყველა გზა მოსინჯა პარიზიდან თეირანამდე თავისუფლების დასაბრუნებლად. ის დაეცა ნაპოლეონივით მის ვატერლოუზე. მისი ბრძოლა თუნდაც მარცხი დასრულებული გახდა საფუძველი მომავალი თაობებისთვის, რომ არასდროს შეეგუონ თავისუფლების დაკარგვას. მისი დაბრუნება გელათში 1990 წელს იყო სიმბოლო იმისა, რომ იმერეთის უკანასკნელი მეფე საბოლოოდ მაინც გამარჯვებული დაბრუნდა. ის დაუბრუნდა თავისუფალ საქართველოს, რომელზეც ის მთელი ცხოვრება ოცნებობდა.